მსოფლიოს უდიდესმა აქტივების მმართველმა კომპანია BlackRock-მა, რომელიც უკრაინის აღდგენის მიმართულებით რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავდა, როგორც ჩანს, ეს ამოწყება სულ მცირე დროებით დააპაუზა. ამერიკული Bloomberg-ის ინფორმაციით, საინვესტიციო ფონდი, რომელიც ერთ კვირაში რომში გასამართ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე უნდა დაანონსებულიყო, მას შემდეგ გაჩერდა, რაც ამერიკელებმა ქვეყნის პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. აღნიშნული ფონდი, რომლის საწესდებო კაპიტალი სავარაუდოდ რამდენიმე მილიარდი იქნებოდა, გერმანიის, იტალიის და პოლონეთის ხელისუფლებებთან პარტნიორობით უნდა დაფუძნებულიყო, მაგრამ BlackRock-მა ინსტიტუციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები მას შემდეგ გააჩერა, რაც უკრაინაში არსებული დიდი გაურკვევლობის ფონზე მათი მხრიდან ინტერესი მინელდა. დონალდ ტრამპი პირობას დებდა, რომ ომს 24 საათში დაასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ კონფლიქტი სრულად ახალ, მეტად გაურკვეველ ფაზაში აღმოჩნდა. უკრაინის განვითარების ფონდის მიზნებს შორის ქვეყნებისგან 500 მილიონი დოლარის, კერძო ინვესტორებისგან კი დამატებით 2 მილიარდი დოლარის მობილიზება იყო. როგორც გასულ წელს ითქვა, საინვესტიციო პროცესი უშუალოდ იყო ჩართული BlackRock-ის ვიცე-თავმჯდომარე ფილიპ ჰილდებრანდი, რომელსაც ინვესტორთა კონსორციუმის შეკრა და უკრაინაში 15 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის აღდგენა ემალებოდა. ჯამში კი როგორც მსოფლიო ბანკის დათვლებიდანაა ცნობილი, უკრაინის აღდგენა სულ მცირე 500 მილიარდი დოლარი დასჭირდება. შეგახსენებთ, რომ BlackRock-ი სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს და ბოლო ინფორმაციით მისი პორტფელი 11 ტრილიონ 600 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული. წლის პირველი კვარტალის მონაცემებით გასულ ერთ წელიწადში ამერიკულმა კორპორაციამ აქტივების ზომა 1,1 ტრილიონით, ანუ ტრილიონ 100.000 დოლარით, ანუ 11%-ით გაზარდა. შედარებისთვის თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქტი სწორედ ტრილიონ 100 მილიარდი დოლარია. ბოლო 12 თვეში კი BlackRock-მა გამოდის, რომ სწორედ ერთი ამ ტიპის და ამ ზომის თურქეთის ზომის ქვეყანა დაიმატა. BlackRock-ი ქვეყანა რომ ყოფილიყო, რიგით მესამე ქვეყანა იქნებოდა მსოფლიოში, ამერიკის შეერთებული შტატების და ჩინეთის შემდეგ. BlackRock-ის პორტფელში უდიდეს ნაწილს გლობალური, მაგრამ მაინც ამერიკული კომპანიების აქციები იკავებს. უახლესი მონაცემებით ამერიკული კორპორაციის კლიენტები 6 ტრილიონ 200 მილიარდი დოლარის აქციებს ფლობენ, რაც BlackRock-ის აქტივების ჯამური აქტივების 53%-ია. ამ პორტფელში უმეტესწილად ზრდაზე ორიენტირებული დიდი ტექნოლოგიური კომპანიები და მათი აქციები არის ხელმისაწვდომი, რომელთა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით BlackRock-ი Apple-ის, Nvidia-ს, Microsoft-ის, Amazon-ის და Meta-ს აქციებს ფლობს. BlackRock-ის წილი ასევე დიდი ამერიკის შეერთებული შტატებში და მთელ მსოფლიოში არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში.